ყველაზე რთული თემის, დიდი ომის ყველაზე კომპეტენტური ანალიზი. დღეს საქართველოს რეგიონში არის სრულად იზოლირებული და შესაბამისად დასუსტებული. ჩვენ ვართ დღეს ყველაზე მოწყვლადი. იმ პირობებში, როდესაც სამხრეთ კავკასია ანუ ყველაზე სუსტი ჯარი გვყავს, ანუ პირდაპირ მოწყვლადი რო პირდაპირ დავარქვათ სახელები, ხო, ყველაზე სუსტი. საჰაერო თავდაცვაზე რა ხდება? საჰაერო თავდაცვაზე ჩემთვის უცნობია თუ რა მეხდება, ანუ არაფერი არ ხდება, ხო. რა საფრთხე შეიძლება დაგვემუქროს ამ ირანული გავლენების გაზრდის ფონზე? აზერბაიჯანმა შეიძლება საფრთხე დაღექვას მის საზღვრის კითხვალზე ამ ირანული გავლენის ესეთი ზრდა. ბაქო ჯეიჰანის ნავთობსადენი იყო ერთ-ერთი სამიზნე. ადანაშაულებდა აზერბაიჯანს, რომ მისი ტერიტორია გამოიყენება. ვერასდროს ვერ წარმოადგინა ირანმა ვერანაირი მტკიცებულება, რომ რაიმე სამხედრო სადაზვერვო მიზნებისთვის აზერბაიჯანი გამოიყენა ისრაელმა. რეგიონის ძალთა ბალანსი შეიცვალა მნიშვნელოვნად უკანასკნელ წელში. არ ამგონია რუსეთს რამე წინააღმდეგობის გაწევის პოტენციალი ან შესაძლებლობა ჰქონდეს. ემირატები იყო ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ისრაელის შემდეგ. ამიტომ ირანის გათვლა არის, რომ ეს გადაეზარდოს ტოტალური ქაოსის შექმნაში. რა ხდება ახლა რეჟიმის შიგნით? ამ ომის გადატანის შემთხვევაშიც და იმ შემთხვევაშიც თუ ეს სამი ადამიანი ცოცხალი მიაღწევს ამ ომის ბოლომდე, არასოდეს ესეთი სუსტი ირანი არ ყოფილა. ყველა სამიზნეა წერტილოვანი დარტყმების.